უნიკალური დამწერლობები, რომელთა შორის ერთ-ერთი ქართულიცაა საქმიანად ივანტვალი გადაავლო იმ თოთხმეტ დამწერლობას, რომელსაც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა იყენებს. ქართული დამწერლობის ისტორია კი განსაკუთრებით საინტერესოა, მისი განვითარების ეტაპებს ელენე ჩოლმახიძე გაგვასწრებს. ქართული ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სრულყოფილი ანბანური სისტემაა. მისი ისტორია დაახლოებით მე-5 საუკუნიდან იწყება. ქართულმა დამწერლობამ წარმოშობიდან დღემდე განვითარების 3 საფეხური განვლო. რომ გვაქვს სახეზე დადასტურებული როგორც მე-5 საუკუნიდან ანბანური დამწერლობის ნიმუშები, დამწერლობის განვითარების 3 ეტაპი გვაქვს წარმოდგენილი: ასომთავრული, ხუცური და მხედრული. ჩამოთვლილი 3 საფეხურიდან ყველაზე ძველი ასომთავრული, ანუ მრგლოვანი დამწერლობაა. შუა საუკუნეებში იგი ნუსხა ხუცურმა შეცვალა, ხოლო ასოების მოყვანილობის განვითარების ბოლო ეტაპი მხედრულია, რომელსაც თანამედროვე ქართულ დამწერლობასაც უწოდებენ. კარგად ჩანს ჩვენ ხელნაწერებში, როგორ ეტაპობრივად ვითარდებოდა და იცვლებოდა ეს დამწერლობა საუკუნეების განმავლობაში. ამ დამწერლობის ცვლილებას ხელს უწყობდა ბევრი სხვადასხვა ფაქტორი, ხელის აჩქარება, ვთქვათ, წიგნობრობის განვითარება, ზოგადად და მეტი მოთხოვნა ტექსტებზე, ეკონომიურობა, წერის ეკონომიურობა და ალბათ ჩვენი ხასიათის განაპირობებდა, რომელსაც უყვარს მრავალფეროვნება. ქართულ დამწერლობას რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი აქვს. ქართული დამწერლობას აქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო მახასიათებელი. ერთი არის ის, რომ ის არის ძალიან მარტივი, წერს და ვკითხულობთ ერთნაირად. კონკრეტულ თითოეულ ბგერას ერთი გრაფემა შეესაბამება და არის ძალიან მრავალფეროვანი თავის განვითარების გზაზე. მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართულიც მოხვდა. ბირმანულ, ცეილონურ, ტაგალურ და ჰანაკარაკულ დამწერლობებს შორის ქართული მესამე ადგილზეა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამხელა პოტენციალი აქვს ქართულ დამწერლობას. პოტენციალი იმისა, რომ ქვეყანა კარგად წარმოაჩინოს და იგივე ჩვენთან ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, თუ ქვეყნის კულტურის, ზოგადად ქვეყნის პოპულარიზების თვალსაზრისით, ეს ფაქტორი ნამდვილად გამოსაყენებელია. ეს პუბლიკაცია კიდევ ერთხელ გვაფიქრებს ამას.